ეუბნებიან უკრაინას მოაწერე ხელი თორე მე უფრო უარესი იქნება. აი ხა შეიძლება ამ ბოლოს ფრაზას 2002 წელს როდესაც მოლაპარაკების პირველი მცდელობა იყო რუსეთსა და უკრაინას შორის. მაშინ თუ გახსოვთ ამერიკელების ბაიდენის ადმინისტრაციითა და მაშინდელი ბრიტანეთის პრემიერი ჯონსონის აქტიურობით ეს პროცესი ჩაიშალა. 2002 წელს პირობები რომელიც რუსეთმა წამოაყენა გაცილებით ნაკლებ საზიანო იყო, რა თქმა უნდა, უკრაინელებისთვის ის მიუღებელი იყო, მაგრამ გაცილებით ნაკლებ საზიანო იყო, ვიდრე ეხლა წამოყენებული ეს პირობები, რომელიც როგორც რუსებმა თქვეს, ეს 28-პუნქტიანი გეგმის სულისკვეთება იმეორებსო ალიასკასა და ალიასკაში პუტინისა და ტრამპის შეხვედრის შინაარსო. ბოლო 6 თვის მანძილზე რუსეთმა მოახერხა საკმაოდ სისხლიანი ბრძოლების შემდგომ ტერიტორიული წინსვლა და გაცილებით მასშტაბური გახდა უკრაინის ტერიტორიის დაბომბვა. თუ გავიხსენებთ და გადავხედავთ იმას, აი ბოლო პერიოდში კიდევ რა ინფრასტრუქტურა იბომბება და დაახლოებით 70% აი ამ ენერგოინფრასტრუქტურისა დაზიანებულია, ასრულად განადგურებულია უკრაინაში. აი ამას თუ გავითვალისწინებთ, ასე იგი სტრატეგიულ ინიციატივას აშკარად ფლობს ფრონტზე რუსეთი. ეს ნიშნავს იმას, რომ ზამთარში, აი უცა ზამთარის სუსხი შებუა და ზამთარი ხო გახსოვთ ისტორიულად რუსეთის მოკავშირეა. ზამთარში საკმაოდ დიდი ალბათ კოჩეტევა შეიძლება იგეგმებოდეს კიდევაც. და მერე ასე იგი დასმული, ანუ ამ კონჩეტევის შემდგომ პირობები შეიძლება კიდევ უფრო მძიმე იყოს, ვიდრე ეს 28 პუნქტია. მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ პუტინი გადასარევად ხვდება, რომ ეს 28 პუნქტიანი შეშეთანხმება შეიძლება საერთოდ არავინ არ მიიღოს. მიუხედავად იმისა, რომ აი უკრაინული მედიაც წერს ამასთან, ვაშინგტონ პოსტი, გარდიანი და დასავლური მედიაც წერს, რომ ამერიკელთა ზეწოლა უკრაინულ ხელისუფლებაზე დიდია და თვითონ ზელენსკი იმას თქვა, რომ ზეწოლა ჩვენზე არის დიდი, რომ ეს შეთანხმება მივიღოთ. მიუხედავად ამისა, მე მგონია, რომ პუტინი ზუსტად ხვდება, რომ შეიძლება ეს სამშვიდობო ინიციატივა ჩავარდეს. და შეიძლება აწყობს კიდევაც რომ ჩავარდეს. მგონია ეხლა თქვენს კარგად ხვდებით, რომ საერთოდ უკრაინის როგორც პოლიტიკური სუბიექტის არსებობა მისთვის მისაღები იყოს. სტრატეგიული უპირატესობის ფონზე ჩემი აზრი არის ის, რომ აი ნუ დიდად არ აინტერესებს მოკლედ ამ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება. და თუ ამას კიევის რეჟიმი მოახერხებს, რომ თვითონ იყოს ინიციატორი ამის არ გაფორმების, იმიტომ რომ მისთვის მიუღებელი პუნქტები წერია. მისთვის ხო გადასარევი იქნება.